დილამშვიდობისა საქართველო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, როგორც დაგვერდით, დაგიბრუნდით კვლავ და დღეს ვისაუბრებთ ვარდების შესახებ, გავცემთ რეკომენდაციებს იმისთვის, რომ თქვენი ვარდები იყოს უხმოსავლიანი, კიდევ უფრო ფერადი და მაისსა და ივნისში დადგმეთ მისი ყურებით. მოგახსენებათ, რომ ვარდი არის ის მცენარე, რომელიც გახლავთ ბაღის დედოფალი და თან თუ იცოდით ის ფაქტი, რომ ადრეულ გაზაფხულზე ვარდი არის მცენარე, რომლის კვირტიც ყველაზე პირველი იწყებს გამოღვიძებას. მოკლედ, მნიშვნელოვანია ამ სეზონზე დავკავდეთ სამებაღეო სამუშაოებით და დავიწყოთ ვარდის გასხლა იმისთვის, რომ ის იყოს კიდევ უფრო ჯანმრთელი და კიდევ უფრო კარგად გაფურჩქნული. რა თქმა უნდა, რეკომენდაციებს დღეს გაგვიზიარებს აგრონომი თენგიზ კუტალია. ბატონო თენგიზ, დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დილამშვიდობისა. დიახ, ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს აქ ვარდები სხვადასხვა ფორმის, ესაა ბუჩქოვანი, გვაქვს აგერ შტამპზე. და მინდა ზოგადი პრინციპები ვარდის გასვლის მოგახსენოთ. პირველ რიგში ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ უნდა გამოვხშიროთ დაზიანებული ძველი ტოტები, ანდა გამხმარი რომელიც არის. შემდეგ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ რომელიც დაბერებული ტოტებია, ის უნდა მოხსნათ. დაბერებულად ითვლება ვარდის ტოტი, თუ ის უკვე დაახლოებით 4 წლის და მეტია. აი ეს უკვე წელს დავტოვოთ ასე, მაგრამ მომავალ წელს ეს იქნება მოსაჭრელი. ანუ ეს უკვე დაბერებისკენ მიდის. ხაზები როდესაც ეტყობა? ხაზები არა, ეს სკდება მერე, დასკდობა მიცის, ფერს იცვლის. აი ეს კონკრეტულად ნახეთ, ამას ცუდი კვება აქვს. ამას მომავალი არ აქვს. აი ახლა მე გეტყვით, რომელი მოუჭრა და რომელი დავტოვოთ. აი ნახეთ. აი აქცენტს ვაკეთებ, რომ ახალი ტოტები დავტოვოთ, დაახლოებით აი ამ სიმაღლეზე, რომელიც ჩახშირებისკენ მიდის შიგნით, ის უნდა მოიჭრას. აი, როდესაც, აი ნახეთ, აქ დარჩა მხოლოდ მსხვილი ტოტები. წვრილები ყველა მოვჭერით. აი ახლა ჩვენ რას ვაღწევთ? აქ უკვე ეს არის განათლებით უზრუნველყოფილი და როდესაც კვირტები დაიწყებენ მუშაობას და ის შეიფოთლება, თუ ის ჩახშირებულია, წვიმის შემდეგ ის ბევრ ხანს არ შრება და ყველანაირი პირობებია იმისათვის, რომ სოკვანი დაავადებები წარმოიშვას და გაძლიერდეს. ხოლო როდესაც მზის შეღწევადობა არის, ამ შემთხვევაში ის მალე შრება და სოკვანი დაავადება ვერ ასწრებს, რომ განვითარდეს. ახლა გადავიდოდოთ უკვე სხვა ფორმის ვარდზე, ამ შემთხვევაში იგივე პრინციპს ვიზიარებთ და ვითვალისწინებთ, თუ სხვანაირად უნდა გავსხლათ. დაახლოებით იგივე პრინციპია, აქაც ძველი დაბერებული ან გამომხმარი უნდა მოვაშოროთ აუცილებლად და აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ განათება იყოს კარგი. როდესაც ჩვენ ვსხლავთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვეულებრივ ვარდის სხლის დროს 50%-ზე მეტი მწვანე მასა გაგვაქვს. სასუქი უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად და უნდა ჩავბაროთ. აი დაახლოებით ამხელა მცენარეს ჭირდება დაახლოებით 200 გრამამდე ფოსფორ-კალიუმიანი სასუქი და უნდა მოხდეს მისი ჩაბარვა. აი ასეთი სახით, ნახეთ, აი ეს, შემდეგ უნდა გადააბრუნო, აი ასეთი სახით, უნდა ჩააბრუნოთ შიგნით, იმიტომ რომ ფოსფორ-კალიუმიან სასუქს არ გააჩნია მიგრირების უნარი, ანუ ქვევით თავისით რო ჩაიღბენთვის იმის უნარი მას არ აქვს და ამიტომ უნდა დავეხმაროთ. ბოლო შეკითხვაც უნდა დაგისვათ აუცილებლად, იმიტომ რომ მოვლის და ამ სამუშაოების შემდეგ ყველაზე ტკბილი პერიოდი არის, ალბათ, როდესაც უყურებთ ხოლმე შედეგს. მე მაინტერესებს გასხლის შემდეგ, როდის მივიღებთ პირველ ნაყოფს. პირველ ყვავილებს ჩვენ მივიღებთ იმის მიხედვით, თუ რა სიმაღლეზეა ის მოჭრილი. აი ნახეთ, ჩვეულებრივ ვარდებში კვირტები იღვიწებს ზევიდან. რაც უფრო ზევით მოვჭრით, ის ადრე გაყვავილდება, მაგრამ უხარისხო იქნება. ყოველთვის ჯობია განტოტებიდან დაახლოებით 20-30 სანტიმეტრზე მოვჭრათ. აი ეს ტოტი კონკრეტულად, აი ეს ჩვენ ვარდებს ვიღებთ სადღაც მაისის ბოლოს. მაგრამ თუ ჩვენ ამას აქ მოვჭრით, ჩვენ ამ დროს მივიღებთ სადღაც ივნისის შუა რიცხვებში. იმიტომ რომ ის რაღაც მანძილზე უნდა გაიზარდოს, რომ შემდეგ მასში ჩაისახოს საყვავილი კვირტი და წამოვიდეს ვარდი. ამიტომ ჩვეულებრივ ჩვენ ვღებულობთ მაისის ბოლოდან ივნისის შუა რიცხვებამდე ფაქტიურად 80% ყვავილობის უკვე მიღწეულია.
ძალიან დიდი მადლობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ტელემოყურებელი, რომელიც ახლა დილმშვიდობისა საქართველოს და კონკრეტულად ჩვენ გვეყურებდა, არაჩვეულებრივ მოსავალს მიიღებს, როგორც ხეხილისა ნერგების შემთხვევაში, ასევე ვარდების შემთხვევაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ლამაზი ბაღი გექნებათ და იმისთვის, რომ ეს ასე იყოს, მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ გაზაფხულის პერიოდი. დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ ბატონო თენგის ასეთი საინტერესო რჩევებისა და რეკომენდაციების გაზიარებისთვის, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული. მე კი ჩვენს ტელემოყურებელს დავემშვიდობები და ბედნიერ დღეს ვუსურვებ.